კედევენ ფოფხაძის განცხადებით ნეპალში განვითარებული მოვლენების წინაპირობებს საქართველოში ქართული ოცნება ქმნის. პალიტრა ნიუსის ეთერში კოალიცია ცვლილებებისთვის წევრმა ქართული ოცნების წევრების ფიზიკურ განადგურებაზე ისაუბრა. ფოფხაძის თქმით, სახელისუფლებო გუნდის წევრებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის ბენზინის გადასხმა და ცეცხლის წაკიდება არ ეწყინება. ამ განცხადებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები თბილისში. ჩვენ არ გვინდა არანაირი ძალადობა, ჩვენ არ ვაპირებთ რომ გავიდეთ რას კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, თუ ვინმე ამას აკეთებდა აქციებზე და გადაყავდა ძალადობაში, ეს იყო ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი, ჩვენ გვინდა შვიდობიანად ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დავამთავროთ. რაც არ უნდა ატრიალონ მისი განცხადებების არ უნდა მოიტანონ, ჩვენ არ გვინდა აქ ქვეყანაში შევქმნათ ისეთ სიტუაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე დაასხას წყალს. ჩვენ პოლიტიკურ გუნდს არც ერთი ადამიანის დაწვა არ გაუხარდება არასდროს. ეს არის ჩვენი პოზიცია. ჩვენ არ გაგვიხარდება სხვა ადამიანების უბედურება, მით უმეტეს მათი ტრაგიკულად სიცოცხლის დამთავრება. ეს არის სრულიად მდარე მორალისგან დაცლილი, არაადამიანური, დეჰუმანიზირებული კასტა ადამიანების, ვისთვისაც არ საწარმოადგენს სიცოცხლე, არ საწარმოადგენს არათუ ქვეყანა და პატრიოტიზმი. უბრალოდ ადამიანი და მისი ღირებულებებიც. ახლა ამას არ უნდა ელაპარაკო ასეთ ადამიანებს, ამით ყველაფერი ნათქვამია წერტილი დასმულია. საზოგადოების თვალში ეს ადამიანები ვერასდროს ვერ მოახდენენ საკუთარი თავის რეაბილიტაციას. ასეთი ადამიანები არიან საცოდავები. როგორ შეიძლება ასეთი განწყობა გქონდეს, როდესაც ცნობადი სახე მეტნაკლებად ასე ღიად ლაპარაკობს, რომ ეს ასეთი ფორმა ოპონენტებისადმი მისაღებია, უამრავი ახალგაზრდა ისმენს ამას და მათ შეიძლება ჩათვალონ, რომ ეს ძალიან მისაღები ფორმაა და გააკეთონ. ამიტომ ეს ძალიან საშიში მოვლენაა.